მოგესალმებით, ჩემო ზურბასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი დაროს გარეშე. ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ და მე შემოგთავაზეთ თქვენ, რომ გვექნება ასე კვირაში შეიძლება ერთ ან ორჯერ ასეთი საუბარი. ჩემი თქვენთან იმ თემებზე, რა თემებიც თქვენ გაინტერესებთ უფრო ღრმად. ბევრი ვიფიქრე და მეთქი ხა კვირაში დავუშვით, ხა დავაწყესოთ ჩვენ, რომ თქვათ შაბათობით შევხვდებით ასეთ ფორმატში და რა თქმა უნდა, ხა ვისაც იქნება საინტერესო მოგვისმენს. იმიტომ რომ გაშლები ძალიან მაგარია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ზოგჯერ საინტერესო რაღაცა თემები და შეიძლება ყველას არ აინტერესებს, ზოგს აინტერესებს. ამიტომ ასეთი ფორმატი ავირჩიეთ თქვენთვის და დღეს მინდა თქვენთან ესეთი საუბარი ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი თემაზე, რატომ არ შეიძლება, რატომ მე ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას მქონდეს ის, რაც მე მინდა, იმიტომ რომ ეს არის ესეთი თემა, როცა ნამდვილად ძალიან ხშირად არის ეს სიტუაცია, თუნდაც ეხებოდეს შეიძლება ურთიერთობას, გინდათ ხა შეიძლება, ურთიერთობას რას ნიშნავს, რომ მე მინდა რომ მქონდეს დაუშვათ ბედნიერი ურთიერთობა, მაგრამ რატომღაც არ გამოდის, ხო? ამასაც ხო აქვს თავისი მიზეზი. თუნდაც ახლა მინდა რომ მქონდეს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც მე მომიტანს ბედნიერებას, მაგრამ მე რატომღაც არ ვაძლევს ჩემ თავს უფლება რომ მქონდეს, ხო? ეს ასე ქვია, მაგას არ ვაძლევ თავს, ახლა მაგას განვიხილავთ ჩვენ. და ასე შემდეგ, რა, ნებისმიერ ან მინდა მქონდეს ბევრი ფული, მაგრამ რატომღაც არა მაქვს, ხო? ძლივს მყოფნის, თქვათ, იმისთვის, რაც საჭიროა, ხო? ანუ ეს არის ზუსტად ეს საკითხი, რატომ მე არ ვაძლევ უფლებას ჩემს თავს, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფერი აქედან ხდება. პირველი, რა თქმა უნდა, არის მიზეზი იმისი, რომ ეს არის იმიტომ ხდება, რომ ადამიანს აქვს ძალიან ღრმა, ასე წოდებული დადგენილებები, ხო, ანუ შეხედულებები. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს კიდე ჩვენი აი გარე ზეწოლა, თქვა, გარე აზრი, ხო? ანუ საზოგადოება, სადაც ჩვენ ცხოვრობ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირველ რიგში მოდის ჩვენი ბავშვობიდან, რა, ჩვენი მშობლებიდან, იმ ოჯახებიდან, იმ წესებიდან, რა წესებიც უკვე არის, რა თქვათ, დაუშვათ ან იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, იმ საზოგადოებაში, სადაც დავიბადე, სადაც ცხოვრობ და ამ თემებზე სულ ყველაზე მე ჩვენ ძალიან ღრმათაც ვილაპარაკებთ, მე თქვენ აგიხსნით, თუნდაც აი ბავშვობიდან რატო არის, მაგრამ დღეს უბრალოდ ასეთი მიმოხილვა გავაკეთოთ, რომ ვიცოდეთ, რომ ძირითადად რატომ ხდება ეს მომენტები. პირველი არის სხვათა შორის ძალიან ბევრს აქვს შიში იმისი, რომ ანუ მეშინიერ ცვლილებების. ანუ ესაც არის, როგორ შეიძლება თქვა, რომ არ მეშინია მე რამე რომ შეიცვალოს, მაგრამ მაინც გვეშინია, იმიტომ რომ დაუშვათ გინდა შენი ბიზნესი ქონდეს, ხო, ან შენი საქმე, რომელიც თქვა, გინდა რომ დაკავდეს შენი საქმით და ფიქრობ, რომ არ ვიცი რა შეიძლება, გამომივა, არ გამომივა. ან რას იტყვიან ხალხი, იმიტომ რომ არა ხარ შენ თავდაჯერებული, იმიტომ რომ დაუშვათ ადამიანი იყო მთელი ცხოვრება, თქვათ, მუშაობდა, ჩემ შემთხვევაში, ხო, დაუშვათ იყო მასწავლებელი და მე უცბად გახდა ტაროლოგი სიტყვაზე, ხო? ხო შემიძლია ხა ეს მე ფიქრა, რომ ვაიმე რას იტყვიან ხალხი, ვაიმე რას, კი მქონდა ეს, როგორ არ მქონდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საზოგადოებაში არ არის ისეთი, თქვათ, ახლა მე რომ დაუშვათ გამხდარ ვიყავი, თქვათ, განათლების მინისტრი, ეთყოდა, რომ კი, ეგ სკოლის დირექტორი იყო და რატომაც არა. ხო, მაგრამ მაინც ეს უკვე ცოტა სხვანაირი სფერო და ამიტომ თან პლუს კიდე ახლა საზოგადოებაში როგორ არის მიღებული მკითხავი, ანუ ვიღაცა სონია მკითხავი ზის და აქ ახლა მარტო შლის უყარხარ არ უყარხარ, ხო, ეგეთი რაღაცა და ამიტომ ესეც არის, რა თქმა უნდა, აი შეიძლება თქვა შეგეშინო და ცხოვრებაც შენი რა თქმა უნდა იცვლება მაგით რომ შენ ახლა თქვა სხვა რაღაცა საქმიანობას იღებ. პლუს კიდე რა თქმა უნდა არ არის ეგაც ნაკლებად მნიშვნელოვანი.
თუნდაც ახლა ურთიერთობას, აი და მოდით ახლა რომ აი ურთიერთობასაც რო შევეხოთ, აქაც არის ესეთი მომენტი, რომ შეიძლება რატომ არ მიდის ადამიანი, თქვა სხვა ურთიერთობაში, იმიტომ რომ იქაც არის შეში. ანუ ან შეიძლება ისევ გული მეტკინება, ან შეიძლება მე მიღალატებენ, ან შეიძლება კიდე იმედ გაცრუებას მივიღებ, ხო და ხშირ შემთხვევაში ადამიანი ხდება იმ ურთიერთობაში, რა ურთიერთობაშიც არის დღეს, იმიტომ რომ აი რაზე შევცვალო, რა იგივე იქნება. იგივე მოხდება, იგივე შემოვა, იგივე ისევ ან რაზე დავიწყო ურთიერთობა, ისევ გული უნდა მეტკინოს, ისევ უნდა ეს ყველაფერი რაც კი, ну, ანუ ესე იგი ადამიანს აქვს ეს შიში რა, რომ იმიტომ რომ ну ეს რა ეს როგორც გითხარით დღეს მე უბრალოდ თქვენ ასე მოგცემთ მიმოხილვას და მე უკვე ჩვენ ასეთ შეხვედრების დროს გავიხილოთ ყველა სიტუაცია აბსოლუტურად ასე დაწვრილებით, რომ იცოდეთ აი რატომ თქვათ ის ხდება ასეთი შიშები. რა თქმა უნდა არის კიდე ისეთი რაც გითხარით მე თქვენ შემზღუდავი შეხედულებები. ანუ ეს მოდის აი რაც გითხარით უფრო ბავშვობიდან რა. ანუ მაგალითად ახლა ფული არ არის ყველასთვის, ფული არის ბოროტება, მდიდრებიან, ანუ არ შეიძლება რომ გამდიდრდე პატიოსანი გზით. იმისთვის რომ იყო ბედნიერი, ბედნიერება უნდა დაიმსახურო. ანუ ან დაუშვათ ახლა გვეუბნებიან კიდე ბავშვობიდან რომ ვინ წაგიყვანს შენ ცოლად. ანუ იმე ძალიან ისეთი ხასიათი გაქვს რომ აი რა ვიცი მე რა ვის ნუ როგორ შეიძლება რომ შენ ახლა ნორმალური ვინმე თქვათ ადამიანი შეხედას ან დაუშვათ ახლა იმე შენ ახლა არ იცი შენ საქმე და კონსერვების გაკეთება და ნამცხრების ცხობა და ამიტომ ვინ წაგიყო. ნუ აი ბევრი რაღაც ახლა ცოტა იუმორსაც ვუშვებ, მაგრამ ნუ იცით თქვენ რომ არის ეგეთი მომენტები რომ თქვათ ან და რატო უნდა ყავდეს შენ ახლა მდიდარი ვინმე ჩვენ არავინ არ აყავს ეგეთი არავინ საგვარეულოში დაუშვათ და რატო უნდა იყოს შენ თუნდაც მდიდარი ხო? ანუ არ ქონდა ფული და ახლა საიდან უნდა შემოვიდე. ნუ აი ეგეთი რა ნუ და არ ქონდა ახლა თქვათ ახლა ჩვენი ოჯახი არის უდას არ იყო მდიდარი შენ რატო უნდა გამდიდრდე. ნუ აი ეგეთი ბევრი რაღაცები მოდის ბავშვობიდან და მერე უკვე ჩვენ ყალიბდებით და ეს მერე უკვე დიდობაში ჩვენ გვიშლის ხელს იმაში რომ ჩვენ სუბუქად მივიღოთ ის რაც ჩვენ გსურს. და კიდე შეიძლება იყოს ესეთი მომენტი რომ მე არა ვარ ღირსი და მე არა ვარ ღირსი რომ მქონდეს რამე კარგი. ესეც არის, იმიტომ რომ აი ზუსტად ესეც მოდის ბავშვობიდან სხვათა შორის, როცა თქვათ ახლა, ну, მშობლი აი სულელი ხარ, დებილი ხარ, აი სიტყვები ხო, რო იციან ხოლმე. აი ეს არაფერი შენ არ იცი, უსწავლელი ხარ, უნიჭო ხარ და ასე შემდეგ რა. აი ესეც არის, რა თქმა უნდა და ამიტომ არის მერე თუნდაც ახლა გინდა საქმიანობაში, რომ მე არა ვარ იმდენად კარგი, ეს არის ყველაფერი ღრმად ჩვენთან ღვეცნობიერში, რომ არა ვარ მე იმისი ღირსი, რომ მქონდეს დაუშვათ ახლა ის რაც მე მინდა თქვა, ხო? შიში არის, ანუ ეს ჩემთვის არ არის დაუშვათ, ხო? ანუ იმიტომ რომ ნახეთ, აი დაუშვათ თუნდაც სიყვარულში, ხო? ანუ მე არა ვარ ღირსი, აი თქვა ასეთი სიყვარულის, ეს როდის ხდება, აი დაუშვათ ახლა მე ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი დაუშვათ ადამიანი მოდის და მეუბნება, იცი რა, იმისთანა კარგი ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, აი ყველანაირად კარგია, ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ძალიან კარგი აი აკეთებს ყველაფერს, ისეც რო რა ვიცი და ძალიან აი ასე როგორც მაგასთან მე ვარ, არასოდეს არავისთან არ ყოფილ ვარ, ხო? და ну აი მე როგორც ხალი ვგრძნობ თავს კარგად ხო და მაგრამ მეშინია აი ეს ზუსტად ეს ის რომ შენ არა ხარ მე არა ვარ ღირსი იმისი რომ მე მივიღო აი ესეთი ურთიერთობა რა ანუ მე არა ვარ ღირსი რომ მე მივიღო აი ესეთი მამაკაცი რომელიც მე აი ასე მომიქცეს ხო და აი ეს მე ვარდებიან შოკში რომ ვაიმე ეს როგორ ანაერად იმიტომ რომ ეს არის შენში ზის ძალიან ღრმად ეს ყველაფერი ეს პრობლემა და ამიტომ ну ბავშვობიდან ხო გეუბნებით რა ჩანერგილი რა რასაც ჩვენ ახლა გვეუბნებოდნენ აი ეს და კიდე პლუს რა თქმა უნდა სოციუმი კიდე შეიძლება იქ უკვე სკოლაში შეიძლება ზოგი რაღაც მასწავლებელი შეიძლება რაღაცას გეუბნებოდა და ასე შემდეგ და ამიტომ უკვე ადამიანს აი ესეც უჩდება აი ესეთი შემზღუდავი შეხედულებები თავის თავზე რა ეს ძალიან უშლის ხელს
ყველაზე კიდე არის მნიშვნელოვანი რა, როცა ადამიანს ეშინია რომ ვინმე ანუ შიში მაქვს იმისი რომ ვინ რას იფიქრებს, ანუ ჩემი რო განკითხვა ხო მე მგონი ასე იქნება სწორად, როცა ანუ რა სიტყვიან სხვები, მე არ მინდა რომ გამოუჩნდე საზოგადოებაში. ანუ ეს ზუსტად ნახეთ რა არის მაგალითად აი ჩემს თავზეც რო გითხრათ, ეს რო უკვე დავიწყე ხო, რო თქვა ახლა რო ცოტა რო მინდოდა თქვა მისწავლა და ნუ მოვიდა ეს ჩემთან. რა თქმა უნდა, მაგრამ რა არის, იცით, აი აქაც როგორი თემა არის, როცა შენ ალბათ უნდა იყო ან ძალიან ცუდ ძნელ პერიოდში უნდა იყო ცხოვრებაში, ან უნდა იყო ძალიან ისეთი აი უკიდურის მდგომარეობაში, რომ ეს შიში გავიდეს. რა, ну რა თქმა უნდა, ტექნიკები, პრაქტიკები ყველაფერი არის, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს, იცით კიდე რა, როცა შენ პრინციპში გჯერა, რომ შენ ეს გამოგივა, მაგრამ ნუ ეს შიშები არის, რომელიც ახლა როცა შენ აი ძალიან მნიშვნელოვანია წრეს და მე სხვადასხვა ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე ესეთ მომენტს, აი შენ თუ აი მეგობრები ხო ვამბობ დავუშვათ, აი მე მყავს მეგობრები. როგორ ადვილად შეგიძლია რომ გაიგო ესენი არიან შენი მეგობრები თუ ისე რა, ვიღაცები რა. როცა შენ დავუშვათ გინდა გააკეთო რამე ისეთი არასტანდარტული. ნუ ჩვენ ახლა რადგან აქ ეზოტერიკული გვაქვს არხი, ავიღოთ ეს თემა სიტყვაზე. მოგივიდა თქვენ აზრად, რომ დამაინტერესა ახლა თქვა ტარო, მინდა ვისწავლო, ხო? და ჩემ მეგობრებს ვეუბნები, რომ მე იცით რა არის, აი ტარო უნდა ვისწავლო და ძალიან მიხარია, გავიგე რომ არსებობს რაღაცა ესეთი კურსები, შემიძლია ვისწავლო. ეხლა მეგობარი, რომელსაც შენ ნამდვილად უყვარხარ და ნამდვილად ხარ მისთვის მნიშვნელოვანი, ის მეგობარი გეტყვის შენ რომ მიდეს ცადე. ისე მართლა ისეთი მაგარი ინტუიცია გაქვს და რა ვიცი მე, აბა მიდეს ცადე იქნება და შევხედოთ რა გამოვა აქედან, ხო? არიან ზოგი, რომელსაც ნახат არ უნდა შენი წინსვლა. ეს არის როგორიც, ედაშა შეიძლება იყოს ძალიან თქვენი ახლობელი, ხო? და ის გეუბნება რომ ო მოიცადე რა გინდა რა სისულელეა ვის უნდა ეგ რაღაცა ისაო რეიბის შენ გჯერა და აქ არის კიდე ნახat როგორ შეიძლება ზოგი მართლა ეხლა იმას არ ჯერა და იმიტომ შენს გეუბნება რომ ნუ მიდიხარ შენ ეგეთ თემებში რა გინდა მაგრამ ზოგი არის რა არის რომ არ უნდა რომ შენ გქონდეს წინსვლა სხვადასხვა ტაროში არის მე-18 არკანი მაგას აი როცა გაკვეთილს ვუხსნი ხოლმე ჩემ აკადემიაში აი იქ არის ძალიან კარგად ნაჩვენები როგორ არის როცა ადამიანი ცდილობს რომ გამოვიდეს იმ ჭაობიდან რა ჭაობებში არის ან იმ საზოგადოებიდან ანუ ისეთ როგორი თემა არის აი მე მინდა ანუ განსხვავებული ხდები გაიგეთ აი დაუშვათ ახლა ხარ წრეში სადაც ყველა ცხოვრობს ერთი და იგივე ცხოვრები თქვა სამსახური სახლი და შენ უცბად რაღაცა სხვანაირად ნუ დაიწყე მსჯელობა შენ რაღაცა სხვანაირად სხვა რამე მოგეწონა თქვა სხვა რაღაცით და მოგინდა რომ დაკავდე ისეთი რამეთ რაც იმათვის არ არის თქვა ახლა ну ნაცნობი ან მისაღები სიტყვაზე ხო და ანუ აი ეს მეგობრები ასე წოდებული და ახლობლები უკან გწევენ შენ რომ შენს არ გახდე აი ესეთი აღიარებული და ხო დაუშვათ ну ეს არის როგორც სიტყვას ევროპულობ ახლა ანუ ვიდილიაცა ანუ ეს როცა რო თქვა მინდა რომ სხვებთან განსხვავებული ვიყო დაუშვათ და უკვე ხო განსხვავებული იქნები რა თქმა უნდა ახლა ვინც არის ის რა არის დაუშვათ ახლა თუნდაც ეს ტარო და გონია რომ მაგია მარტო შავი მაგია რაღაცა და რა თქმა უნდა იმაზე შენ ახლა ამიტომაც ეს ახლა ძალიან სხვადასხვა ვაპირებთ კიდე მე ცალკე ჩავწერ მე თქვენთვის აი ვიდეოს აი რა არის ну სხვაობა კი არა რატომ დაუშვათ ადამიანებს აქ შიში იმისი რომ თქვა შენ ხარ რელიგიური და თქვათ ახლა აი ესეთი ეზოტერიკა მთლიანობაში ავიღოთ რომ უარყოფენ მაგაზე ჩვენ ცალკე ველაპარაკოთ სხვა დროს ხო და ამიტომ აი ესეთი რაღაცები როცა არის ადამიანებს დაჟე ეშინია იმისი რომ
იუცნებო. ეხლა ჩვენ რომ უკვე მეორე წელი ჩავატარე, მე ისეთი მარატონი ოცნებებზე, ხო? ჩვენ ვწერდით ოცნებებს, ანუ სპეციალური ტექნიკით ვაკეთებდით მედიტაციებს და ასე შემდეგ და უკვე თავიდან ზოგს ეგრევე ბევრი სურვილები აუსრულდა და ზოგი ზიზდა, რა ვიცი, აბა არ ამისრულდა, რატო? იმიტომ რომ შენ ახლა როცა ამას წერდი, შენ შიში გქონდა იმისი და შენ არ ენდობოდი, აი შენ ზუსტად ეს რაც მე თქვენ გითხარით, დადგენილები გქონდა თავში და ესენი გიშლიან ხელის. ეხლა ნახეთ, საერთოდ რა თქმა უნდა, ყველაფერი აი ნელ-ნელა ვითარდება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ეს შიშები, რომელიც ჩვენში ზიან, ძალიან გვიშლიან ხელს ბევრ რამეში. აი ნახეთ, ეხლა თუნდაც ეხლა რას ფიქრობენ სხვები, ხო, დაუშვათ. იმიტომ რომ ბოდიშით ეხლა წავედი ჩემს იმაში, უკვე შევედი მე ჩემს თემებში, ну იცით ეხლა თქვენ ეხლა არ შემიძლია უცბად გადავედი სხვა განზომიერებაში რა. რას იტყვიან სხვები, ხო? სხვები ჩვენზე ფიქრობენ 1, 2, 3 წუთი, მეტი არა. თქვენ ახლა ბევრს ფიქრობთ თქვენს მეზობლებზე, სიტყვაზე, თქვენს ახლობლებზე, თუნდაც ბევრს ფიქრობთ, თქვენ რა არა გაქვთ თქვენი საქმეები და თქვენი რაღაც სხვა რაღაცით არ ახარ დაკავებული, სულ მარტო ფიქრობთ ახლა, ანუ ახლობლებზე, მეზობლებზე, რა ვიცი, თუნდაც даже თქვენ დედმამიშვილებზე დიდხანს შეიძლება არც ფიქრობთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის დაკავებული უშუალოდ თავისი საქმით და აინტერესებს უფრო თავისი ცხოვრება. და პლუს კიდე იცით რა არის? მე რო ვიყავი ბიზნესში, ქსელური ბიზნესში, ძალიან მიყვარს ეს კომპანია Amway და იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მომცა ამ კომპანიამ და ბევრი რაღაცები აი აქ გამეხსნა რა. და იცით რას გვასწავლიდნენ, რომ შენ ახლა რო იძახეო, რომ დაუშვათ რას იტყვიან ხალხი, ხო? აი ეს არიან ის ადამიანები, ვისაც შენ ფიქრობ, რას იტყვიან ისინი, რომელიც შენ ყველა პრობლემას გიწყვიტავენ. ეს არიან ის ადამიანები, რომელიც მოდიან და გეუბნებიან, რომ აი მე შენ ოღონდაც ეს არ გააკეთო და მე ავიღებ პასუხისმგებლობას, აი შენი მეზობელი, ხო? ვაიმე რად გინდა, ან შენ და ქალი, ვაიმე რად გინდა ეს წარო სიტყვაზე, და შენ გინდა რომ პირველ რიგში შენ ეს მოგწონს, ხო, გინდა რომ ისწავლო, გინდა რომ თქვა ახლა სხვა რამენაირად, განვითარდე, გინდა რომ თქვა დაუშვათ, როგორც პროფესია, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი როგორც პროფესია, შენ ახლა არასოდეს მშეირე არ დარჩები, ხო? და რამდენი ადამიანს დაეხმარები. და ეს ვიღაცა და ქალი ან რა ვიცი, მეზობელი თუნდაც, ხო? ვაიმე ხო არ გაგიჟდა, მაგრამ ის არის ეს ადამიანი, რომელიც მოვა და შენ პრობლემას გადაგიწყვეტავს, გეტყვის რომ იცი რა, ოღონდაც შენ ტარო არ ისწავლე, მე მოვალ მე საჭმელს მოგიტან, შენ შვილებზე ვიზრუნ, შენ კომუნალურებს გადავიხდი, შენს რა ვიცი, აი თუ სამოგზაუროდ მოგინდება ყველანაირად, მე ამასაც გაგიკეთე, ოღონდაც ეგ არა. მასე ხო არ ხდება? ხო არ ხდება. უბრალოდ იმან რაღაცა თქვა და შენ ახლა ზიხარ და ფიქრობ, ვაიმე რა, ან ეს შენი მეგობრები თუნდაც, ხო? აკეთებენ მაგას, აი თქვა, კი, არის დაუშვათ ახლა ისეთი ადამიანები, რომელიც მართლა შეიძლება თქვან, რომ არა გაგიკეთებ, მაგრამ ეს ოჯახის წევრების სიტყვაზე, მაგრამ ეხლა ნახე, აქ უკვე სხვა მომენტი არის, როცა იგი დაბრყოლება იმაში, რომ შენ გინდა დაკავდი იმ საქმეც, რომელიც შენ მოგწონს, ესე იგი, ანუ შენ შეიძლება даже იმაზეც გითხრან, აი ცეკვა მოგინდა, სიმღერა მოგინდა, თუნდაც მოგინდა დაუშვათ ხატვა მოგინდა, ხო, ძერწვა მოგინდა, ხო? და ამაზეც ხო შეიძლება თქვან, რად გინდა და რად გინდა, იმიტომ რომ არის აქ როგორი მომენტი, შენ უკვე სხვანაირი ხარ, შენ უკვე გინდა იმაზე მეტი, ვიდრე დაუშვათ იმ ადამიანებს უნდა, მაგრამ შენ ეს აი მე მაგას ვუძახე სისულელეებს რა, ეს უბრალო ენით რო ვთქვათ, რომ რატომ უნდა ვიფიქრო მე, რას იფიქრებენ ჩემზე ხალხი, ხა მე ხო არ მივდივარ, ხა დაუშვათ ცუდ რამეს ხო არ ვაკეთებ, ხო მე ვითარდები იმ გზით, რომელიც მე მომწონს, რომელიც მე მსიამოვნებს, რომელიც მე მანიჭებს ბედნიერებას და რატომ უნდა ვიცხოვრო მე სხვის დადგენილებით და სხვის აზრებით, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის კიდე ერთი მომენტი, როცა ადამიანს აქვს ჩაუვათ, რომ ყველაფერის გადადება.
ეხლა არ ამცალია, ეხლა არ მაქვს მაგისთვის დრო, ჯერ მე ჩემს საქმეს ყველაფერს დავალაგებ და მე ჩემს თავზე ვიფიქრებ და მაგრამ მწუხარად ეს დრო არასოდეს არ მოდის. ეს არის გადადებული ცხოვრება. აი ჯერ მე ეს ვალები მაქვს, იმას მე გადავიხდი, მე უკვე ამას მივხედავ. აი ჯერ მე ისე რაღაცა და ანუ და აი კიდე ერთი მომენტი იცით როგორ არის გადადებულზე გადავალთ ახლა, მაგრამ აი რაც იტყვიან ხალხი, ნახეთ აიღეთ ჩემი მაგალითი, ხო, დაუშვათ ახლა. მე იცით თქვენ რომ უფრო რუსულენოვანი ვარ, ნუ კი ქართველი ვარ, მაგრამ დავიბადე და გავიზარდე რუსეთში და განათლებაც მაქვს რუსული, ხო? მაგრამ ქართული ვიცოდე, ახლა პირველი ჩემი აი ესეთი იყო შიში, როცა მე შემომთავაზეს ქართული სკოლის დირექტორობა. კი, იმ სკოლაში ვასწავლე რუსულად, საკმაოდ კარგი სპეციალისტი ვიყავი, მაგრამ ოცნება იყო ჩემი დირექტორობა, მაგრამ ასე თუ მოხდებოდა რომ ქართულ სკოლაში ესე იგი, კი რა, ხო შემეძლო მეთქო რა, არა, თან ამ დროს კი მინდოდა, მაგრამ რუსული სკოლაც იყო იმ ქალაქში, სადაც მე ცხოვრობდი და ფიქრობდი აი რუსულ სკოლაში თუ იქნება, რატომ არა, მაგრამ არ დაიხურა ეს რუსული სკოლა და აი ქართულში. ანუ სამყარო მითხრა, შენ ხო ოცნებობდა, ამიტომ აგისრულებ, მაგრამ შენ რას ეზავ? გავრისკე და წავედი და მართლა წარმატებული დირექტორი ვიყავი სხვათა შორის და ძალიან ბედნიერი ვარ ის წლები, როცა ვიყავი, ანუ ჩემი სურვილი ავისრულე, მაგრამ რომ მქონოდა ის რას იტყვიან ხალხი? ვინმე ისმას რა სკოლაში მოხდა თქვენ რომ იცოდეთ, გაგიჟდებოდეთ იმენა აი ძველი მასწავლებლები, რომელიც უკვე 30 წელიწადი მუშაობენ, 25 წელიწადი, 20 წელიწადი, 15, აი წარმოიდგინეთ და მე ჩემი ქართულით იქ მოვედი, ხო? ახლა კი უკვე იმ პერიოდში სადღაც ალბათ 7 წელი ვცხოვრობდი საქართველოში, ვლაპარაკობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა მაინც სკოლის დირექტორები ხო იცით რომ უნდა გამოვიდეს სიტყვით, მაგრამ არ შემეშინდა. არ შემეშინდა და ძალიან წარმატებული დირექტორიც ვიყავი სხვათა შორის. აი ეს არის რომ ვინც იყო ჩემი აი ჩემში დაინახეს რაღაცა ნიჭი ისეთმა ადამიანებმა, ვინც იყვნენ მართლა ძალიან ჩემთვის ავტორიტეტები რა. და მე უკვე კი ერთი პერიოდი ზადნი მივეცე, არა, მეთქე მოიცოდეთ რა, არა, მაგრამ მე მეთქე შენ გამოგივა. მე რა და ვაჯობი სხვათა შორის ძალიან ბევრს რა. ხო და იმიტომ რომ გავრისკი, იმიტომ რომ მე ეს იყო ჩემი ოცნება, მე ეს მინდოდა ბავშვობიდან და მეთქი შანსი მაქვს ასეთი რატომ არა და აი ეს გამომივიდა და ამიტომ ნუ ეს როგორც მაგალითი გამახსენდა უცბად. აი გადადებულს რაც ეხება ცხოვრება არა გვაქვს ჩვენ ძალიან ისეთი ხანძლები 100 წლამდეც რო ცხოვრობს ადამიანი და მიჯერეთ ეს ცხოვრებაც აი უცბად მიიხედავ და უკვე გავედა. დაინახეთ ახლა თქვენი ბავშვები როდესაც გააჩინეთ უკვე რამხელები არიან, შეიძლება ზოგ შვილი ყავს, ხო? და მაგრამ რამდენი ხანი კიდე უნდა გადაადო შენი ცხოვრება, რამდენი ხნით, ხო? რატომ არ აძლევ შენ უფლებას აკეთებდე იმას, რაც შენ გინდა ეხლა? არა ხარ ღირსი? არა გაქვს უფლება? რომ გააკეთე, ანუ რა პატარა ბავშვი ხარ თუ რა? ამხელ ადამიანი ხარ და რატო გადაატებ? და ეს არის ყველაფერი, რომ აი მე ეხლა ფული არა მაქვს, ეხლა ჩემთვის ფული არა მაქვს, როდის გექნება? არასოდეს არ გექნება. როცა შენ ასე მჯელობ, არასოდეს არ გექნება შენთვის არც ფული, არც დრო. და დამიჯერეთ, აი მაგალითად ჩემს შემთხვევაში მე უზომოდ მიყვარს ჩემი შვილები და შვილიშვილები, როგორც ახლა დარწმუნებული ვარ, თქვენც ახლა ვისაც ყავთ, ხო? და კი შეიძლება დავუშვათ მიფიქრე იმაზე, რომ აი მინდა უფრო მეტი დრო დავუთმო თქვათ ჩემს შვილებს, მაგრამ რა არის, იცით, არ უნდა არც შვილებს და არც შვილიშვილებს, რომ შენ იმაზე მეტი დრო დავუთმო, ვიდრე მათ სჭირდებათ. და ჩემი შვილიშვილებს იცით როგორ უხარია ჩემი უფროსი გოგო, ჩემი შვილიშვილი, რო ხედავს ხოლმე ამ YouTube-ზე რო შევა ხოლმე, YouTube-ზე არა, უფრო TikTok-ზე იცის ხოლმე და დაინა, ბაბა, შენ ხარ, ნახე, როგორ ლამაზი ბაბა ხარ. ანუ იცით როგორ უხარია, როცა ხედავს, რომ აი უბრალოდ რომ ბაბა რაღაცას აკეთებს რა. ხო და აი ეს და უფრო სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ჩემი შვილები რო ხედავენ, რომ დედა აკეთებს იმას, რაც მოსწონს, რა დედა ვიდარდება, დედა ვაფშე არ ბერდება, იმიტომ რომ სულ რაღაცას
სწავლობს ხო, სულ სადღაც მიდის, სულ სადღაც რაღაცებ რისკებზე მიდის, გადავიდა საქართველოში მარტო დაიწყო ცხოვრება. ნუ კაროჩე, აი ეს ყველაფერი არის იცით რა მაგარი რაღაცა, რომ მეც ხო შემიძლია ჯერ მეთქვა, რომ აი ბავშვი ჯერ მოიცადე ის გავაკეთე აი თქვათ ახლა გოგო გათხოვდა ახლა შვილი გაუჩნდა, მოდი ჯერ ეს დავეხმარო, მოდი ისე. ანუ ეს მე შენი ცხოვრება всё, ჩერდება შენი ცხოვრება, მაგრამ მე რო გადავედი საქართველოში, ჩემი შვილიც ახლა გადმოვიდა, იმიტომ რომ უნდოდა, მაგრამ ვერ რისკავდა, მე რო გავრისკე, ესეც წამოვიდა ეგრევე, მეორეც წამოვიდა ეგრევე რა. და რო ხედავენ, რომ დედა ვითარდება, დედა მე რო რამე კურსს ავიღებ, მოვლენ დედა მე კურსი ავიღე, უნდა ვისწავლო. დედა ის იმიტომ რომ უყურებენ, რომ დედა ვითარდება, დედა აკეთებს იმას, რაც უნდა, მაგას და ახლა ცუც არაფერს არ აკეთებს, იმით პირიქით დედა იზრდება და მისი ცხოვრებაც უფრო კარგი ხდება, ხო? ეს შვილებიც მომპოვებიან და იმათი ცხოვრებაც უფრო კარგი ხდება, ვიდრე ახლა მე ვიჯდებოდე ახლა მაგათთან და ძიზეც კარგად აიყვანეს და მშვენივრად კარგად აკეთებენ თავის საქმეებს, ხო? და მე როგორც ძიძა არ ვჭირდები, მე ვჭირდები როგორც ბებო და როგორც დედა, მაგრამ სხვა რამეთ კარგ რჩევას მის თან ახლა მაგალითი ხარ შვილებისთვის რა, იმიტომ რომ შვილები მაინც ყოველთვის ჩვენ გვიყურებენ, ჩვენ ცხოვრებას უყურებენ, როგორც ჩვენ უყურებდით ჩვენ მშობლებს, ხო? სხვადასხვა დედაჩემიც უსწავლო და მამაჩემიც რა და მამიდები მყავ. ნუ კარგი ძალიან ისეთი მომენტი არის ჩემი საგვარეულოში, რომ აი სულ მაინტერესებს, ნუ უყურებდი, რომ სულ რაღაცას სწავლობენ ეს ხალხი და აი ესეც მოდის ბავშვებიდან რა. თქვენს ახლა თუ ეგეთი რამე არ აქვს, შეგიძლიათ ეგ შეცვალოთ. ანუ ნუ გადაადებთ თქვენ ცხოვრებას, ნუ გადაადებთ. გინდა ლამაზი პრიჩოსკა შეცვალო, გააკეთო. აჰა, ისფერი 50 წელი დავდიოდე შავ თმებში, ხო? შევცვალე რა, მომწონს, მშვენივრად კარგად მომწონს რა. რატომაც არა. ნუ გადაადებთ რაღაცას, გინდა სხვა ქვეყანაში გადასვლა, გადაადე სხვა ქვეყანაში რა. ნუ გადაადებთ შენ ცხოვრებას. აი ეს თუ გინდა რომ რამე, ნუ როგორ უნდა აი ზუსტად ეს როგორ უნდა შეცვალო ეს ყველაფერი ეს თქვენი თავში რაც გაქვს ეს შეხედულებები ეს რომელიც ზღუდავენ რომელიც არ გაცლევენ შენ განვითარებას უნდა შეცვალო თუნდაც ელემენტარული ის რომ დაუშვათ მე თქვათ არ შემიძლია მე შემიძლია ჩემთვის შეიძლება ჩემთვის შეიძლება, ყველაფერი შეიძლება ჩემთვის, რატომაც არა, იმიტომ რომ მე უკვე დაბადებული ვარ, მე ღმერთის შვილი ვარ, რატომ არ შეიძლება რა? მე ღმერთს ვუყვარ, რატო არ შეიძლება, რატო ღმერთის შვილს რატო არ შეიძლება გქონდეს ის, რაც მას უნდა. თუნდაც ეს. ან კითხვა დაუსვით თქვენ თავს, ვინს თქვა, რომ არ შეიძლება ჩემთვის გქონდეს ის, რაც მე მინდა, ვინ თქვა ეგა? ღმერთს უნდა რომ მე კარგად ვიყო, ხო? სხვა ვის უფლება აქვს, რომ თქვა ასე რომ მე არ უნდა ვიყო კარგად. რატო ვინ თქვა სხვა, ვის აქვს უფლება თქვას, რომ მე არ შემიძლია მქონდეს ის, რაც მე მინდა, ვინ თქვა ეგა? ხო, აი ეს დაუსვით თქვენ, საერთოდ მიეცეთ თქვენ თავს უფლება, რომ ოცნებდეთ აი ყველანაირი შიშების გარეშე და აკეთებდეთ იმას, რაც თქვენ გინდათ რომ გააკეთოთ რა. თუ გინდა რამე ისწავლო, მიდი ისწავლო, თუ გინდა იმღერო, იმღერე, თუ გინდა იცეკვა. მთავარია იყავი ბედნიერი და მთავარია იყავი შენს თავთან კარგად დააკეთე ის რაც შენგან ნუ უყურებს ხვებს, ნუ ყველა ცხოვრობს თავისი ცხოვრები და ამიტომ მიეცე შენს თავს უფლება გააკეთო ის რაც გინდა შენ.